საღამო მშვიდობის, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. თავისუფლება მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს, მაგრამ არ დააპატიმრეს. ამან დამატებით გააღვევა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაც ყოფილ ორჯერ პრემიერთან დაკავშირებით ხდება, კორუფციასთან ბრძოლა კი არა, მის წინააღმდეგ შურისძიებაა. მოვისმინეთ კიდევ უფრო მეტი ვერსია, დაწყებული იმით, რომ დიდი რეპუტაციული ზიანით ღარიბაშვილი პოლიტიკურად პირდაპირ გაანულეს, დამთავრებული იმით, რომ მოილაპარაკა ბიძინა ივანიშვილთან და ნელ-ნელა უკანონოდ მიღებულ სხვა შემოსავლებსაც დააბრუნებს. ფაქტი ერთია. ვისაც ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ეგონა, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხს მიიღებდა, კიდევ უფრო მეტი ეჭვი გაუჩინა ამ ამბავმა. ხომ არ არის ეს პოლიტიკურ კრიმინალური კომბინაცია ერთი დიდი თამაშის ნაწილი და ვინ დარჩება საბოლოოდ მოგებული ყოფილ მაღალ ჩინოსნებზე დაწყებული სამართლებრივი დევნით. ყველაფერს მაინც საბოლოო განაჩენი გადაწყვეტს. ვის სიკვდილი და ვის ჩამოხრჩობა. მანამდე კი დრო საკმარისზე მეტია. ჯერ ის წერტილი გადალახული არ არის, საიდანაც დაბრუნება უბრალოდ არ შეიძლება. რაცა ჩვენ არ შემოbrunების წერტილს ვუწოდებთ. ვიქტორ ყიფიანი, JLKS-ის თავმჯდომარეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყებდი აუცილებლად თქვენთან საუბარს ამ თემით, როგორც იურისტთან პირველ რიგში. ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა, მაინც რას ედავებიან ირაკლი ღარიბაშვილს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ რაც მოვისმინეთ, არა მხოლოდ დღეს, მაგრამ დღეს კიდევ რაღაცები დაზუსტდა, როგორც აღმოჩნდა, ედავებიან არა მაგალითად ბიუჯეტიდან მოპარულ ფულს, არამედ პრემიერობის პერიოდში ბიზნესიდან უკანონოდ მიღებულ შემოსავლებს. თქვენ როგორც იურისტმა, როგორ გაიგეთ კონკრეტულად რას ედავებიან ყოფილ ორჯერ პრემიერს? ესე გავიგე, ესე იგი საუბარი როგორ არის მოხსე, ესე იგი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია დიდი ოდენობით და საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მართალი ხართ, ხო, და ესე იგი საუბარი არის, რომ კარგული ბიზნეს სტრუქტურების ფარველობით იყო დაკავებული და შესაბამისად სანაცვლოდ რაღაც თანხას იღებდა. ასეთი არის ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ დღის განმავლობაში. ალბათ ბატონი ღარიბაშვილის ადვოკატებს უფრო მეტი საშუალება მიეცემათ ამ დღეებში, რომ განმარტება მისცენ. ახლა მე და თქვენ გვიჭირს იქ ბრალის არსზე ზუსტად ვისაუბროთ. და რა თქმა უნდა, საქართველოს პროკურატურაც ახლა არ მინდა ამაზე გამეღიმოს, უფრო მეტ დამაჯერებელ განმარტებას გააკეთებს, მაგრამ ან რასთან დაკავშირებით, აი დამაჯერებლობა პროკურატურის რომელ განმარტებას აკრია? მტკიცებულებითი ბაზა, ახლა ჩვენ ხა განცხადება მოვისმინეთ, მაგრამ რეალურად რა არის საქმის მასალებში ჩვენ ხო არ ვიცით ეს, ანუ მტკიცებულებად ამ შემთხვევაში არ გამოდგება მისი სახლიდან ამოღებული 6.5 მილიონი დოლარი? იცით, ახლა სიღრმეებში მივდივართ, ახლა რა თქმა უნდა, ყველა შეიძლება დაებატოს გონივრული ეჭვი, საიდან ასეთი თანხა, ასეთი ოდენობის თანხა. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, რომ თუ რა სარგოები აქვს ჩვენთან სამოხელეო, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებს, იდეაში ასეთი თანხა ესეთ რეჟიმში თავს ვერ უნდა იყრიდეს. ხო, ჩვენს მისმა წარმომადგენელმა ამ თემასთან დაკავშირებით პატარა მცირე განმარტება გააკეთა, როგორც ჩანს, ღარიბაშვილთან შეუთანხმებლად ადვოკატებს არ აქვთ მაინც დიდი თავისუფლება კომენტარების კეთების, თუმცა ამ ფულთან დაკავშირებით მათ თქვა, რომ 9 წლის განმავლობაში 6.5 მილიონი დოლარი ბიზნესიდან მიღებული ღვინის ქარხნებიდან საკმაოდ ნორმალური, ასე ვთქვათ, მოგება. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ჩვენთვის ძალიან რთულია ახლა საუბარი იგივე ბიზნეს კომპანიებში საქმიანობის დროს, როგორი იყო ბატონი ღარიბაშვილის საარგო ან დივიდენდების ოდენობა. ჩვენ ხო არ ვიცით ეს, შესაძლებელია. ამიტომაც არის საუბარი, როცა ჩვენ საუბრობთ, როცა ჩვენ გვჭირდება ობიექტური მართლმსაჯულება, რომ მტკიცების ტვირთი იყოს პროკურატურაზე, ეს იყოს დამაჯერებელი და ადვოკატებს ჰქონდეთ ასევე საფუძველი, რომ ამ მტკიცების ტვირთში შეედავონ, მაგრამ მოდით ჩვენ ახლა თქვენ შესავალში ჰქონდათ საინტერესო ფრაზა რა თამაშები წარმოებსო. პოლიტიკური კრიმინალური კომბინაცია ერთგვარი, ხო, ამაზე. და ახლა დღევანდელი 20 წუთიანი სხდომაც ხო ამის მანიშნებელი არის, ადამიანი მივიდა, ყველაფერზე თანხმობა განაცხადა, აღიარა, ხელი მოაწერა და წამოვიდა. ეს ალბათ
მე მაინც მიუხედავად იმისა, რომ ახლა მედიის გადმოსახედიდან და საზოგადოებრივ ოპტიკაში ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძველი რომაული გამონათქვამის არ იყოს პური და სანახაობაო და ჩვენ ახლა არ ვიცი რამდენად დაბურებული საზოგადოება გვაქვს, კიდევ საკითხი არის. ამაზე ჩვენ ძალიან ერთი-ორი კარგი ბლოგი გავაკეთეთ ეს ბოლო პერიოდი, მაგრამ სანახაობის მოწმენი რო ვართ, ფაქტია. ეს სანახაობა არის ძალიან ძვირად ღირებული. და რატომ არის ძვირად ღირებული? იმიტომ რომ როდესაც თქვენ თქვით თამაშები, ეს არის თამაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. აი ჩვენ ახლა ისიც მოწმენი, ისი მოწმენიც ვართ, ეს არის ფაქტიურად ფეიქი სახელმწიფო. ერთხელ რო ვთქვი ეს, რომ სახელმწიფო არ არის თქო, პროპაგანდისტები გამომეკიდნენ, მოლაპარაკე თავები და ეს როგორ გაბედაო. ფეიქი სახელმწიფო არის. შესაბამისად, რა არის მთავარი, ასე ვთქვათ, იმპულსი იმისა, რომ ეს ყველაფერი არის ფეიქი. რა პროცესსაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს და ნუ სახელმწიფოს ბუნებრივია ამის შემადგენელი ნაწილია. თქვენთვის როგორც იურისტისთვის აი რა არის გირაო, რომელიც რამდენად ადეკვატურია, თუნდაც ამოღებული თანხისა, ეს შეკითხვებიც გაჩნდა. ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ ადვოკატმა თქვა ესეთი რამ, რომ დღეს ადვოკატურის ფუნქცია და წარმატებული ადვოკატის პროცესზე არის გვირგვინის მიტანა. როგორც ცნობილი რიტუალის, და ამიტომ წარმატებული ადვოკატი დღეს მე არავის დაკნინება არ მინდა, მაგრამ ასეთი გამოძიების პირობებში, ასეთი მართლმსაჯულების პირობებში ეს არის ძირითადად წარმატებული შუამავალი. იმიტომ რომ თუ არის პოლიტიკური ნება, თუ არის გარკვეული დაკვეთა და ინტერესები, იქ რა თქმა უნდა შეჯიბრებითობაზე საუბარი ზედმეტი არის. და კიდევ ერთი გარემოება, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ როცა მე ვთქვი, რომ ფეიქი სახელმწიფო არის და არა ფეიქი ქვეყანა, ფეიქი ერი, მეთქვა დაგვიფაროს, ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო ერი და ძალიან საინტერესო ხალხი, მაგრამ სახელმწიფო ჯერ ვერ შევდექით და ეს სახელმწიფოებრიობანას თამაში და ფაქტიურად აი ფეიქ ოპტიკაში ამის გატარება, აი ბატონი ღარიბაშვილის кейსი ერთ-ერთი მანიშნებელი არის. ამის აპირწონე სხვათა შორის არის მეორე кейსი, რომელიც ასევე ჩვენ შეიძლება ერთგვარ კონტრასტად მოვიტანოთ, აი ვასკა ივანოვ ჩიქოვანის დაკავება, ხო? კი ბატონო, და ბევრი სპეცი, მაგრამ აგვერია სიმართლე გითხრათ, იმდენი ადამიანი დააკავეს, მას შემდეგ რაც ახალი ცვლილებები შევიდა ძალაში. ახლა ვასკაზე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო, იმიტომ რომ ეს არის დღევანდელი ამბავი და მე მიკერძოებაში არ ჩამეთვლება, რომ მან ეს ბოლო პერიოდი ჩვენთან ჯეოქეისთან დაიწყო თანამშრომლობა და მე საშუალება მომეცა, რომ გამეცნო ეს ადამიანი, იმიტომ რომ მანამდე ეთერში მქონდა, ეთერის მეშვეობით მქონდა მასთან ურთიერთობა და მე დღეს კიდევაც ჩვენ ხო ყველანი ვიწონებთ თავს სოციმედიაში პოსტებით და თავმოწონებით არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ აი ვასკა არის, ესე იგი თუ ჩვენ საუბრობთ თანამედროვე ან ხვალინდელი საქართველოს მოქალაქის სტანდარტზე და პროფესიონალის, ისე როგორც თქვენ ხართ პროფესიონალის სტანდარტი და ხო, აი ვასკა არის სტანდარტი. და როდესაც ასე დროს ჩვენ ასე დისბალანსს ვხედავთ, რბილად ვთქვათ ასიმეტრიას, თუ როგორ მუშაობს მართლმსაჯულება ერთი მიმართულებით, მე ეხლა დაჭერისკენ კი არ მიუთითებ, მაგრამ რაღაც ბალანსი უნდა იყოს არა ამ შემთხვევაში ახლა და აღკვეთის ღონისძიება ერთ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიება მეორე შემთხვევაში. აი რაზე არის საუბარი, ამიტომაც ჩანს რომ ყველაფერს დღეს პოლიტიკური ნება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა წყვეტს, ანუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დააშავებს. მე საერთოდ არ მიყვარს ვერიდები ესეთი იაფასიან შეფასებებს, მაგრამ დღეს ჩვენ შევიქმნით ფეიქ რეალობა, დღეს ჩვენ ვართ ფეიქ სახელმწიფოში, მაგრამ გამოწვევები არის მეტად რეალური და გამოწვევები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. და აი ამ თამაშებში ჩვენ ფაქტიურად ვკარგავთ ყველაზე მთავარს. ქვეყნის პოზიციონირებას როგორც აწმყოში, ასევე მომავალში. აი ფაქტიურად მთელი რესურსი დღეს მედიის მხრიდან დამსახურებულად, საზოგადოების მხრიდან, სახელმწიფო აპარატის აი გადატანილი არის, ფაქტიურად მიმართული არის, როგორც ფიზიკური, ფინანსური, მორალური, პოლიტიკური, აი ამაში ვიხარჯებით ჩვენ დღეს ფაქტიურად. ბატონო ვიქტორ, მაგრამ ახლა შეუძლებელია, ხო, როდესაც ქვეყანაში ყოფილი პრემიერის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, პარტიის, მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ბრალი საკმაოდ მძიმეა, საუბარია
რამდენიმე ათეულობით მილიონ დოლარზე ჯერ ბოლომდე გაურკვეველი არსებობს 1000 ვერსია იმასთან დაკავშირებით რომ რეალურად მას თხოვენ რაღაცა უფრო დიდ ფულის უკან დაბრუნებას უბრალოდ შეუძლებელია ეს ამბავი არ აღმოჩნდეს ყურადღების ეპიცენტრში მე მაგაში ჩვენ ხო სადავო არაფერი არ გვაქვს რა თქმა უნდა ეს არის დღეს ტოპ ნიუსი და ეს სიახლე დღეს აი ერთგვარი დიაგნოსტიკა არის რა ხდება ჩვენ თავს და ჩვენ რაში ვართ მოქცეული მე უბრალოდ სინანული გამოთქვი რომ აი რით ვართ ჩვენ რით გავხდით იძულებულნი რომ დავკავდეთ კი ბატონო რას ვარჩევთ როგორ ვარჩევთ ნაცვლად იმისა კიდევ ერთხელ არა ნიშნის მოგების მიზნით რომ რეალურად საუბრობდეთ დღეს რა გამოწვევები არის ქვეყნის პოლიტიკური სისტემის წინაშე მართლმსაჯულების წინაშე ეკონომიკური სისტემის წინაშე უსაფრთხოების წინაშე და ასე თუ ჩვენ გავაგრძელებთ რამდენიმე წლის შემდეგ როგორ ჩიხში შეიძლება აღმოჩნდეთ შეიძლება ჩვენ მერე პოლიტიკური ნებაც ვიპოვოთ რესურსის მობილიზებას მაგრამ ჩამოვრჩეთ ცივილიზაციურ მატარებელს უბრალოდ და ვერ დავეციოთ აი ეს არის ყველაზე მეტად გულსატკივარი და შემდეგ უკვე როცა ეს ჩამორჩენა იქნება და რომის აღმოფხვრას ჩვენ ვერ მოვახდენთ მერე ჩვენ საბუთად და ალიბად ვერ გამოვიყენებთ რომ თურმე ღარიბაშვილს ვედავებოდით თურმე ბურჭულაძეს ვედავებოდით, თურმე კიდევ ვიღაცას ვედავებოდით, ისტორიის გადმოსახედიდან ეს საკმარის გამომართლებელ საბუთად არ გამოდგება. კი ბატონო, არც ის გამოჩნდება არგუმენტად, რომ ჩვენ მაშინ ფაქტობრივად დღეს ერთ-ერთმა ქართული ოცნების ლიდერმა თქვა, რომ ეს არისო რევოლუცია კორუფციის წინააღმდეგ. ანუ ვერც ეს ვერ გამოდგება მთელი ამ ამბების ასახსნელ და გასამართლებელ არგუმენტად, რომ ისინი ებრძვიან კორუფციონერებს საკუთარ რიგებშიც კი. ჩვენ დღეს გვესმის ეს იდეოლოგიური ხაზი, რომელიც ძალიან მიმზიდველი არის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მოდი ჩვენ ვინაიდან მაინც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ეთერში ეთერებში გადარჩა მხოლოდ საშუალება რომ ჩვენ სტანდარტებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეთერის მიღმა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე სტანდარტებს ვერ მივსდებთ, აქ მაინც დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია მათი მხრიდან, ვინ ჩვენ ჭკუას გვარიგებს. აი ამ იდეოლოგიური ოპტიკის ჭრილში, რა თქმა უნდა, მათი გაკვირვებია ძალიან. ასეთია რეალობა რეალურად და კიდევ ერთი რაც ალბათ ჩვენ რომ შედარებით გავაბევროთ ეს პასუხი ეს პრაქტიკულად ასეთი ფეიქ ნარატივით სხვადასხვა შრეები არის გამშვალული ქართული საზოგადოების პრობლემა არის მედიაში, პრობლემა არის არასამთავრობო სექტორში, პრობლემა არის პოლიტიკურ პარტიებში, პრობლემა არის ქართულ ბიზნესში. მე ძალიან სათხუთად ვეპყრობი ბიზნეს ინტერესებს, იმიტომ რომ საკუთრივ ჩემი პრაქტიკა, ჩემი პური და ყველი ჩემი შემოსავალი დამოკიდებული არის მომგებიან წარმატებულ ქართულ ბიზნესზე, მაგრამ ეხლა როდესაც ჩვენ ასეთ გზის გასაყარზე ვართ, ჩვენ მაინც აი თქვენის ნებართვით ერთი დეფინიცია უნდა შემოვიტანო, ვთქვათ, ერთგვარი კლასიფიკაცია. შეიძლება ბიზნესი იყოს წარმატებული ციფრობრივად, შედეგობრივად, არითმეტიკულად, მაგრამ ერთი არის იყო წარმატებული ბიზნესი და მეორე არის იყო აღიარებული ბიზნესი. აღიარებული ბიზნესი, მე მგონი ჩვენ წარმატებულობასთან ერთად ვჭირდება აღიარებული ბიზნესი და ჩვენ გვაქვს ისტორიული პრეცედენტები, როდესაც ქართული ბიზნესი ღირსეულად და ბიზნესმენები ღირსეულად ასრულებდნენ სოციალურ ფუნქციას, სახელმწიფოებრივ ფუნქციას, ფილანტროპიად. ის მხრიდან აღიარება აკალია დღეს ქართულ საზოგადოების მხრიდან, როდესაც მეტი აქტიური პოზიცია, როდესაც მარტო იმის მომიზეზება, რომ ეხლა იცით რა, თქვათ ამ აქტივობამ არ დააზიანოს ჩემი ბიზნესი და მე დღეს ხმას ვერ ამოვიღებ და გარკვეულ ჯერს და დროს და უკეთეს დროს დაველოდები. ხა მეგუშინაც მეგობრულ ფორმატში მქონდა ამ თემაზე გარჩევა და თუ თხარი, როდესაც თქვენ ჩათვლით, რომ მეტი დამაჯერებელი ხმის ამოღების დრო დადგება, შეიძლება მე ამ ხმის ამოღებამ არანაირი გავლენა არ იქონიოს არც გარემოზე და არც თქვენზე. ამიტომ რაღაც ეტაპზე ალბათ ყველა ჩვენგანის წინაშე დგება არჩევანის რეალიზების მოთხოვნა. უბრალოდ აქ ალბათ განსხვავება იმაში არის, რომ ამ არჩევანის რეალიზება ისე უნდა მოვახდინოთ წინდახედულად, მომაბეზრებელი გახდა ეგ სიტყვა, მაგრამ დაბალანსებულად, პრაგმატულად, რაციონალურად, რომ ის ნავი არ ამოვაყირაოთ, რომელშიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ყველანი ვზივართ, მაგრამ
აი ქართულ ბიზნესაც ახლა რა მივადექი ამ ბიზნესს, მაგრამ შეიძლება ხვალდაზე კარგულმა კლიენტებმა უარი თქვან ჩვენთან მომსახურებაზე, მაგრამ აი ეს დამოკიდებულება ქვეყნისადმი, აი ამ გარემოსადმი, იმ სოციუმისადმი, რომელშიც ისინი ამ წარმატებულ ბიზნესს ახორციელებენ, ხო შეუძლებელი არის შემოიფარგლო, შემოისაზრო და კიდევ ერთი შეხსენება ქართულ ბიზნესს. სხვადასხვა პერიოდში საუბარი მქონდა სხვადასხვა ბიზნესმენებთან, რომლებიც ამბობდნენ, რომ აი გვიწევს ანგარიშის გაწევა. გვიწევს ანგარიშის გაწევა, როგორ კარგად დამეხმარეთ, ხო? გაუწიეთ ერთხელ, გაუწიეთ ორჯერ. არიან ახლა ესეთი მეგობრები და ძალიან ჩემთვის ძვირფასი ადამიანები. უსმენდით თვიდან თვემდე. და მიბებდებოდა კითხვა, ეს ანგარიში გაწევა, ხო, ეს ხო დაუსრულებელი პროცესი არის და რაოდენ ეს შეიძლება ვინმე არ ჩათვალოს ბელეტრისტიკად, მაგრამ ყველაზე საუკეთესო თავდაცვა ბიზნეს ინტერესებისათვის არის არა ასე ანგარიშის გაწევა, არამედ ქმედითი, რეალური სახელმწიფო ქმედითად მოქმედი ინსტიტუტებით, მათ შორის მართლმსაჯულებით. ხარკის გადახდას არ დაემსგავსოს ეს ანგარიშის გაწევა, ამის ასე ვთქვათ. და რას თავარი არის, მაგითაც ვერ ალაგებენ საბოლოო ჯამში და დადიან ესე მოჯადებულ წრეზე. ამიტომაც თქვი, ერთხელ და საბოლოოდ არჩევანი არის გასაკეთებელი. რაში ვახდენ ჩვენ ინვესტირებას? იმ არხების გამოყენებით, რესურსების მოძრაობით, თუ რესურსების მიმართვით რეალური სახელმწიფო შექმნისაკენ. ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი, რაზეც დღეს დგას ქართული ოცნება. არის ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მდგენელია, ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი ფაქტორი. ზოგადადაც ცნობილია, ვის მხარესაც არის კერძო სექტორი, ის უფრო მყარად გრძნობს თავს. ზოგადად მას შემდეგ, რაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ზოგადად ყოველთვის ქართული ბიზნესის პრობლემა იყო, რომ ჩვენთან წარმატებული ბიზნესი განისაზღვრებოდა მეფის კართან სიახლოვით. ეს როდი იყო იელისა და ჰარვარდისა და სტანფორდის კანონებით და კანონზომიერებით, რა თქმა უნდა, ჩვენ უგანათლებულესი ბიზნესმენები ყავდა და ყავს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ქმნიან ქვეყნის სავიზიტო ბარათს, მაგრამ თამაშის წესების შესაცვლელად ინდივიდუალური ბიზნესების დამოკიდებულება მხოლოდ საკმარისი არ არის. საკუთრივ ბიზნესი უნდა გამოვიდეს კაცის კაცობის სტატუსიდან. იქცეს თავმოყარე კასტად და თუ ბოლოს და ბოლოს პოლიტიკურ პროცესებზე უნდა გავლენა მოახდინონ, პოლიტიკურ რესურსში მათი ფინანსური რესურსის ინვესტირება მოახდინონ და ისე შეიძინონ პოლიტიკური წვრილობის ხმა. როდესაც გქონდათ მათ შორის ესეთი მეგობრული ფორმატის საუბარი, ალბათ უფრო გახსნილი, გულ-და-გულ, სადაც ბევრი რამის თქმა შეიძლება, რასაც არ იტყვი საჯარო სივრცეში. არ მიიღეთ მათგან პასუხი? მე მაგალითად ხშირად მომისმენია გულ დაწყავეტით საუბარი იმაზე, რომ ვერ ხედავენ სხვა პოლიტიკურ ალტერნატივას, რომელშიც არა მხოლოდ მაგალითად რისკს გაწევდნენ და ფინანსურ რესურსს ჩადებდნენ, არამედ დასაყრდნობ პოლიტიკურ ძალასაც იპოვნიდნენ. ეს არ გითხრეს? ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო ალბათ. კიდევ რა იყო მიზეზი? ახლა სხვადასხვა ახლა მე სიმართლე რო გითხრათ ახლა ამის ინვენტარიზებით ვერ დავკავდები მიზეზებულია ალბათ აი რომ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ არის ის რომ ყველას ეშინია პრეცედენტის შექმნა რომ ეს პრეცედენტი მე არ დარჩეს ეულ პრეცედენტად ვაიროსები არ აყრებიან ვერაყრებიან ეს არ გადავა რაღაც ეს თქვა აი ტალღისებურ მოძრაობაში და შესაბამისად გაიჭყიტებიან მათ შორის მათი კოლეგების მხრიდან მდუმარე პასიური პოზიციის გამო. ხო, თქვენი მხრიდან ასეთი ტიპის საუბრის გააქტიურება მათ შორის კერძო სექტორთან არ მიკვირს, იმიტომ რომ ყველა ველოდებით თქვენგან შემდგომ ნაბიჯს, უფრო კონკრეტულს, უფრო დაზუსტებულს, უფრო გამოკვეთილს პოლიტიკაში. ანუ შეგვიძლია რაღაცა დრო დაგვისახელოთ, უკვე რაღაცა გადაწყვეტილების შესახებ გაგვანდოთ, როდის გიხელავთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის, ასე ვთქვათ, რეგალიით, მათ შორის ჩვენს გადაცემაში. როდესაც ქვეყანაში პროცესები ვითარდება იმ რეჟიმით, რა რეჟიმითაც ვითარდება. ყოველ დღეს ჩვენთვის ყოველი დღე არის უსიამოვნო პროცესების სიურპრიზი ცოტა ცუდი სიტყვა არის განვითარებების მომტანი. ამ ვითარებაში ძალიან რთულია რაიმე გეგმიურობაზე საუბარი,
კონკრეტულ ვადებზე საუბარი. ერთადერთი რაც მე ვიცი და შემიძლია აბსოლუტურად გულახდილად გითხრათ, რომ ჩვენ არ უნდა მივეცეთ იმედ გაცრუებას, ჩვენ არ უნდა მივეცეთ უპერსპექტივობას, ალბათ ეს ვითარება, რომლის მოწმენი ჩვენ ახლა ვართ, ხო? ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ახლა ჩვენ გვიპირისპირდება, ეს არის განწყობა. აი ჩვენში უპერსპექტივობის განწყობის შექმნა. ერთი არის, რომ ქვეყანას უქმნიან უპერსპექტივობის იმიჯს და მეორე არის, რომ ქვეყნის შიგნით მის მოსახლეობას უქმნიან უპერსპექტივობის განცდას. იქაც და აქაც აი განწყობის თეორიაზე ვსაუბრობ ჩვენ ფაქტიურად, ამიტომ ერთადერთი რაც მე შემიძლია გითხრათ ყოველგვარი აქ აბსოლუტურად უინტერესო არის იფიანი რას აპირებს, ან მისი გუნდი რას აპირებს, თავარი არის ის, რომ ჩვენ კვლავინდებურად გავაგზავნოთ ჩვენი მოვალეობების შესრულება, ჩვენი მოქალაქეობრივი და პროფესიული მოვალეობის შესრულება. რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად პრაქტიკულად და რისკენაც ჩვენ ვართ ასევე ჩვენი მოქალაქეობრივი და პროფესიული მოვალეობით მიდრეკილი. მე დავარქმევდი, რომ უინტერესოა მაგალითად ანონსი თუნდაც იმის შესახებ თუ ვინ იქნებიან თქვენი პოლიტიკური პარტნიორები, რა პრინციპებზე იქნება დაფუძნებული მომავალში თქვენი პოლიტიკური პლატფორმა, იმიტომ რომ მე როგორც მივხვდი თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებებიდან ამის შესახებ გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებული გაქვთ, უბრალოდ ელოდებით დროს და მომენტს, როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამთ, არასწორად მივხვდი? ჩემი პოლიტიკურად სიტუაციური პარტნიორი ახლა ხართ თქვენ. ვინაიდან მისვამ ამ კითხვებს და საშუალება მეძლევა რეფლექსიის რეჟიმში ვისაუბრო იმაზე, რაზედაც ვსაუბრობ. რაც შეეხება პარტნიორებს, ჩვენი პარტნიორი ალბათ არის ჩვენს მიერ გამლილი გზა და ის ამოცანები, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას. ის გუნდი, რომელსაც მე განვეკუთვნები და ძალიან ამაყივა, რომ ვარ ამ გუნდის წევრი, ვინაიდან მიუხედავად 1000 სპირალისებური განვითარებისა, მიუხედავად 100.000 ჭორისა და ნათქვამისა, ჩვენ სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა, ახლა მე არ მინდა რაღაც გამოვარჩიო, შევინარჩუნეთ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ერთგულება გარკვეული იდეებისადმი. ეს მთავარი იდეა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხმამაღლა ჟღერს, არის ქვეყნის ინტერესებისადმი მსახური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად სხვადასხვა მონაჭორისა, დაწყებული ტროას ცხენით, საგაგებოდ შემზადებული პროექტი, შემოგდებული, გადაგდებული და ასე შემდეგ და აღმოჩნდით უნიკალურ სიტუაციაში, როდესაც ეხლა ეგრეთ ვთქვათ, აი პირობითად, აი კოლექტიური ნაცმოძრაობა რო გამოვიყენოთ ახლა ჩვენ არა, ქართული ოცნების ნარატივი. ისინი ვერ გაერკვიან ჩვენ ტროას ცხენი ვართ თუ არა, ქართული ოცნების მომხრეები ვერ გაერკვიან ჩვენ გლობალური ომის პარტიის წევრები ვართ თუ დიპ სტეიტის აგენტები. ეს სხვათაშორის საკმაოდ სახალისო ვითარებაც არის, მაგრამ დღეს ახლა ხალისის დრო არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ყველანი ვეფლობით აი ამ ორევში. რა თქმა უნდა, ჩვენზე ეს განწყობა არ ქმნის არ იქონიებს არანაირ გავლენას, ჩვენზე გავლენას რაც ახდენს, არის ის სიბნელე, სიბეცე, უწიგნობა და უბიცობა, რისი მოწმენი ჩვენ დღეს ვართ. შეუძლებელი არის, შეიძლება იცით, აი რაღაცა იმ სოფხედველობრივ შეუთავსებლობაზე საუბრობდე, მაგრამ ყველაფერთან ერთად არის აი პიროვნული ბრაზი. როგორ შეიძლება შენს თაობაში, შენს ცხოვრებაში, შენს აწყოში, ამ ჟამში დაუშვა ის, რომ ქვეყანა გადაექანოს იქეთკენ, საითკენაც ზოგიერთი მიგვაქანებს. ხო, რომ არ დაუშვა, ამისათვის საჭიროა რაღაცნაირად როგორც ამბობენ და სულ მესმის და ვკითხულობ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში, ადრეც რა თქმა უნდა ეს აზრი მუსირებდა, მაგრამ იმ თავისთავად ხდებოდა ხოლმე პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გარკვეული ასე ვთქვათ ბულინგის საგანი, იმიტომ რომ როდესაც საუბრობდით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არის დამოკიდებული მხოლოდ სპონტანურ აქციებზე, რომელსაც მართავენ ძირითადად სამოქალაქო ჯგუფები, ძალიან ბრაზობდნენ პოლიტიკოსები და რაღაცა აგრესიით გამოირჩეოდნენ ხოლმე ჟურნალისტების მიმართ. ისე როგორც თავიდან ბევრი პარტია მაგალითად გვიშლიდა გვეწოდებინა პარლამენტისთვის, მოგვიხსენიებინა პარლამენტი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებისთვის, არჩევნების წოდებასაც კი ასე ვთქვათ გვიშლიდნენ. შემდეგ ვნახეთ სწორედ ეს პოლიტიკური პარტიები, ვინც თავად მიიღო აი ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ბულინგის საგანი ბევრი რამ ხდება ხოლმე. დღეს
ასეთი დოზით აღარ აბულინგებენ იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესის გადატვირთვა ჩვენს ქვეყანაში არის აუცილებელი. ხო, შეიძლება ბოლო რამდენიმე გადაცემის განმავლობაში ჩემთან აგერ სტუმრად მყოფმა ეკაბესელიამ, ნუგზარ ციკლაურმა, რომელიც სხვადასხვა ასე ვთქვათ, ერთ სამოქალაქო ჯგუფს წარმოადგენს, მეორე პოლიტიკურს, დაადასტურა, რომ ნამდვილად მიმდინარეობს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის აქტიური საუბარი რაღაცა ერთიანი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე. ეს კიდევ ერთხელ დაზუსტებით და ხაზგასმით არ გულისხმობს რაღაცა ყველას ერთ პარტიაში გაერთიანებას, მაგრამ ერთიან სამოქმედო გეგმაზე და მიზნებზე ჩამოყალიბებას ნამდვილად გულისხმობს. თქვენც ხომ არ ხართ ამ პროცესში ჩართული და როგორ ფიქრობთ, ეს იქნება თუ არა საწინდარი გარკვეული პოლიტიკური პროცესების გადატვირთვის, თუ კი აი რაღაცა ქართული ქარტია 2 ოღონდ კონკრეტული პარტიების გამოკლებით, მათ შორის გახარიაზე არის საუბარი ესე ხაზგასმით და ნაციონალურ მოძრაობაზე. ეხლა ჯეოკეისი და მასთან დაკავშირებული წრე, რა თქმა უნდა, იზოლირებული ბუტიკი არ არის. და ჩვენ ეხლა ესე ვთქვათ, სალონურ საუბრებს, რა თქმა უნდა, არ ვეძლებთ, ბუნებრივია საკმაოდ აქტიურად ავარ ჩართულნი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. ეხლა ამაზე საუბარი ალბათ ცოტა უხერხულიც არის ჩემი მხრიდან და ეს არის არა მარტო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობა, არამედ ჩემი აზრით არის საკმაოდ ისეთი კონცეპტუალური საკითხების შემუშავება და აზრის ჩამოყალიბება. წერილობით იქნება თუ ზეპირი ფორმით. მე ძალიან სპეციალისტ მე საკმაოდ ახლა მიგერძოებაში არ ჩამეთვლება, მაგრამ მიუკერძოებლობაში, მაგრამ ძალიან მეამაყება რა, რომ თუ სადმე საუბარი არის, თქვა რაღაცა ინტელექტუალურ კონტრიბუციაზე, ჩვენ სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამით ვიტრაბახოთ. მე ამიტომ ეს პასუხა თქვენს კითხვაზე. მაინც მე რომ დავაკონკრეტო დამოკიდებულება წინა კითხვაზე, ასე გეტყვით ზედმეტი კეკლუცობის გარეშე პროცესების და განვითარების მიხედვით, თუ გარემოებები შეიქმნა შესაძყვისი, საჭიროება არის, საჭიროება განპირობებული არის დროთი, დაკვეთით მათ შორის ისეთი ხელწერის განსხვავებული ხელწერის სუბიექტებზე. არ არის დღეს დაკვეთა ესე გამოკვეთილი ცალსახად ახალ პოლიტიკურ ძალებზე? მე ვგრძნობ, რომ დაკვეთა არის ხელწერაზე და ამ ხელწერას, რა თქმა უნდა, თუ არსებული სუბიექტები ვერ უპასუხებენ, მაშინ სხვა სუბიექტებმა უნდა უპასუხონ. ამიტომაც, როდესაც მე ვთქვი, რომ თავარი არის შინაარსი და არა ფორმა, და შინაარსი განპირობებული არის არა იმით, თქვათ, რამდენი ლაიქი არის შენს Facebook-ზე ან ასე შემდეგ, არამედ რეალურად შენ აი ამ მოჭიდებას უნდა გზნობდე რა, რომ დაკვეთა არის და ამას სჭირდება თავისი მიწოდება. ერთი სიტყვით მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს პროცესი ასე განვითარდა და ეს განვითარდება ასე, თავისთავად ცხადია, ჩვენ ამ დამატებით ვალდებულებასაც საკუთარ თავზე ავიღებთ და ჩვენ არავითარ შემთხვევაში, როდესაც დადგება საჭირო მომენტი, საჭირო გარემოებები, ჩვენ ზურგს ამ მოვალეობას არ შევაქცევთ. კი ბატონო, თუმცა ძალიან მაღალია ინტერესი, როდის შეიძლება გამოიკვეთოს უკიდურესი საჭიროება, რომ აი ეს პროცესი, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში და არ ვიცი, 2 სიტყვით როგორ ჩემი აზრით უკვე არის. დავასახელო, არის უკვე. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს 4 ოქტომბერი, რომლის ჩვენ საკრალიზაციას ვახდენდით აბსოლუტურად სხვა კონტექსტში, იმიტომ რომ გთავაზობდნენ, ხო, სხვათა რაღაც 24 საათიან რეჟიმში ქვეყანაში მოვლენათა ცვლილებების დაანონსება ხდებოდა. ეს გარკვეულწილად მართლა წყალგამყოფი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ერთხელ თქვი, რომ შეუპოვარი პოლიტიკური ფრთა, მე არ მიყვარს ეს სიტყვა რადიკალური, შეუპოვარი პოლიტიკური ფრთა ფაქტიურად აღმოჩნდა უნარო, აღესრულებია ის დღის წესრიგი და ჩვენ კიდევაც რამდენჯერმე შევეხეთ ჩვენს ეთერში, რომ მე ვერ წარმომედგინა ეს განცხადება, როგორ შეიძლებოდა მისი რეალიზება და მიმაჩნდა საკმაოდ ну, ახლა ინფანტილური ცოტა რთული ნათქვა, მაგრამ საკმაოდ სახიფათო განცხადება და სახიფათო დაპირებად. ამავე დროს ის პარტიები, რომლებიც პოზიციონირებდნენ როგორც ცენტრისტული პარტიები და კიდევ უფრო შორეულ წარსულში რო წავიდე ჩვენ თქვენი ეთერების მეშვეობით, მანამ სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა, ვადვოკატირებდით, რომ გაერთიანება მომხდარი იყო ერთიანი ფრონტით, ერთმა ფრთამაც და მეორე ფრთამაც, ერთმა ქუჩაში და მეორემ ადგილობრივი არჩევნების პროცესში შესაძლისი გამოსვლა ჩააგდო. ამიტომაც ჩემი აზრით დღეს ეს დაკვეთა არის ისე როგორც არასდროს და ჩემი აზრით ამ დაკვეთას მართლაც სჭირდება მიწოდება, მით უმეტეს რომ რამენაირად განეიტრალდეს, გაფერმთავდეს, შესუსტდეს უიმედობის ფონი, რომელიც დღეს საკმაოდ შესამჩნევი არის. მაშინ ასე ვთქვათ, დროის თვალსაზრისით დიდი ფუფუნებაც არ არსებობს, ანუ
დრო არ ითმეს და დროულად არის ეს გადაწყვეტილებები მისაღები და კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი პოლიტიკაში, თუმცა რა თქმა უნდა, ბუნებრივია ველოდებით თქვენგან უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ რაც გეცოდინებათ ვისთან ერთად მოდიხართ ძირითადი ბირთვი გასაგებია მაგრამ სახელი ასე ვთქვათ მიზანი როგორც ხდება ხო როგორც ახასიათებს ყველა პოლიტიკურ პარტიას კი დღეს ჩემი აზრით ჩვენი მზღვარს მივადებით როდესაც თეატრალიზებული გამოსვლების დრო არ არის მათ შორის ჩემი მხრიდანაც ამიტომ რასაც პასუხობ სრული პასუხით აქ არაფერი სანახევროდ არ არის და არაფერი სხვა სანახევროდ გადამალული ძალიან არსებითი არის რომ საკუთარი თავი პროცესში იპოვო ამიტომაც ის ფორმულა რაც თქვი რომ თავარია შინაარსი ჩვენ ვიპოვოთ და ამ შინაარსის გამოსაკვეთად ალბათ ჩვენ დამატებითი დრო დაგვჭირდება და ეს ბუნებრივია მხოლოდ GOK-ის ვერ დაეფუძნება აქ უნდა იყოს გაცილებით უფრო სხვა სახის კავშირები და კომუნიკაციები ამას ბუნებრივია ჩვენ ვგზნობთ, იმიტომ რომ მე კიდევ ერთს გეტყვით და ამით რომ ასე ვთქვათ დრო დაგიზოგოთ. პროცესში თუ შედიხარ, უნდა იყოს წონადი სიტყვის მთქმელი და უნდა იყოს რეალური გავლენის მომხდენი. ატრიბუტად და ატრიბუტიკად ვერ ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია და ვერ ჩემი მეგობრები დეკორაციად. თუ შევდივართ, ეს უნდა იყოს რეალურად სიტყვის მთქმელი. თუ ამის ჩვენ გამკეთებლები არა ვართ, მაშინ ჯობია დავყავდეთ სვარამ. და ერთიც ძალიან მოკლედ გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, აი ახალმა პოლიტიკურმა, მოდი ესე დავარქმევ ზოგადად პროცესმა, სადაც შესაძლებელია ახალი პარტიებიც იყვნენ, უკვე არსებულიც უფრო მეტად გამოიკვეთონ ან გააქტიურდნენ, მათი მთავარი მიზანი რა უნდა იყოს? ქვეყანა როგორმე ახალ არჩევნებამდე მიიყვანოს, ქვეყანა მიიყვანოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და თავადაც მომზადებული შეხვდეს სწორედ აი ამ პროცესს, თუ უფრო გააქტიუროს იგივე საპროტესტო პროცესი, როგორც ხელისუფლებას ზეწოლის მექანიზმი. სამივე მიმართულება ერთად მზადება ვადამდელი არჩევნებისათვის. ასევე განწყობა ის აიმისოთ, რომ შეიძლება ვადამდელი არჩევნები ვერ შედგეს და ამის ამ ორი შრეს, ორი ასე ვთქვათ, ტრაექტორიის გასწვრივ აუცილებლად საზოგადოებრივი მედეგობა, რაც შეიძლება მეტი ასე ვთქვათ, შეუპოვრობა ამ მიზნით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. GOK-ის თავმჯდომარეს ვიქტორ ყიფიანს უსმენდით, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება. შეგახსენებთ, რომ მოკლედ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, მაგრამ მან თავისუფლება პრინციპში არც არავის დაუპატიმრებია, მაგრამ საპატიმრო ღონისძიება არ იქნა მის მიმართ გამოყენებული, უბრალოდ გირაო შეეფარდა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ამან ძალიან ბევრი შეკითხვა გააჩინა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა თვითონ გამოძიებამ დაასახელა თანხა 6,500,000 დოლარი, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან იქნა.